Сверкая и аллея, горцует кавалерия, стоит на мавзолее Лаврентий Палыч Берия, проверенный товарищ, имеющий доверие, наш друг Лаврентий Палыч. დურუჯის შემოქმედებით პოლიტიკური საქმიანობის შეჯამების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურმა სამმართველომ გამოიტანა სათანადო დასკვნა, რომელიც მისმა თავმჯდომარემ ლავრენტი ბერიამ საიდუმლო განცხადების სახით გაუგზავნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს შალვა ელიავას. კორპორაცია დურუჯის მოღვაწეობის შეჯამებისას აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ნაციონალურ შოვინისტურად განწყობილ ინტელიგენციასთან ახლო კავშირს ამყარებდა. ყოველმხრივ არიდებდა თავს შრომელთა მასების მომსახურებისა და თავის რიგებში პროლეტარული ახალგაზრდობის ჩაბმისაგან. ამის გარდა ძირითად შემადგენლობასა და უმაღლეს ხელმძღვანელობაში ყავს რა 90%-ით საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი პირები. კორპორაციამ თავისი პოლიტიკური მუშაობა ანტისაბჭოთა გზით წარმართა. ყოველი ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებლად მიგვაჩნია: პირველი, კორპორაცია დურუჯი დაიშალოს; მეორე, რუსთაველის თეატრში კონსტანტინე მარჯანიშვილი მიწვეულ იქნა სამხატვრო ნაწილის გამგედ. მასვე დაევალოს დურუჯის დაშლა და დასის ახალი ძალებით დაკომპლექტება. მესამე, რუსთაველის თეატრში მთელი მუშაობა წარიმართოს სათანადო პარტიული ორგანიზაციათა შესუსტებული კონტროლით. ამ დასკვნის საფუძველზე კორპორაცია დურუჯი დაიშალა.